ნეირონი არის ნერვული სისტემის უჯრედი, რომელსაც გააჩნია თვისება ელექტრონული იმპულსების მეშვეობით, ანუ ენერგეტიკული იმპულსების მეშვეობით მიიღოს ინფორმაცია, გადაამუშავოს, შეინახოს და გადასცეს ის. ცნობილია, რომ თავის ტვინში არსებობს ყველაზე მეტი ეს ნეირონი, ყველაზე მეტი რაოდენობით, ეს არის მილიარდობით რაოდენობა, ანუ მილიარდი. პირობითად 86 მილიარდს ასახელებენ ქერქის გარდა, მაგრამ პირობითად მილიარდები ავიღოთ. თავის ტვინის გარდა კიდევ ორგანიზმში ცნობილია, რომ 91 წელს აღმოაჩინეს ესე იგი, აქაც გულის ტვინი, გულს გააჩნია მისი ძალიან რთული ნერვული სისტემა, შესაბამისად ტვინი და შესაბამისად გულსაც აქვს გარკვეული რაოდენობის ნეირონები. როდესაც აღმოაჩინეს გულში ნეირონები იძახდნენ 40,000 არის რაოდენობა, თუმცა ეს იყო 91 წელს, თითქმის 35 წლის შემდეგ ეს ტექნიკაც საზომი, ანუ სენსორული ტექნიკაც შეიცვალა და შესაბამისად ამბობენ, რომ მილიონამდეა. პირობითად ავიღოთ, რომ აქ თუ მილიარდია, აქ მილიონია. მილიონი. ანუ თავის ტვინის გარდა გულის ტვინის არსებობს ორგანიზმში. ამის გარდა ჩვენს ორგანიზმს გააჩნია ესეთი ტიპის სისტემა, ეს არის გასტროენტეროლოგიური ზონა, ანუ ეგრეთ წოდებული ვისცერალური ტვინი, მუცლის ტვინი. იძახიან, რომ ეს არის მეორადი ტვინი ადამიანის, თუმცა ჩემი აზრით, აქედან იწყება ადამიანის არსებობა და სიცოცხლე, გამოყვება და ჭიპლარით შეერთებულია პირველ რიგში აქედან და ჩემი აზრით ეს პირველადი ტვინი უფრო არის. აქაც აღმოჩენილია ესეთი ნეირონული სისტემა და როგორც ცნობილია, სხვადასხვა ციფრებს ასახელებენ, მაგრამ დაახლოებით 200 მილიონია აქ ეს ნეირონი. რაც შეეხება, როგორ არის ეს ჩვენს მთლიან ერთიან ნერვულ სისტემასთან, ვეგეტატიურთან დაკავშირებული და როგორ არის ეს ფსიქიკასთან ყველაფერი დაკავშირებული. ანუ პირველი, მეორე და მესამე ინსტინქტები პირდაპირ დაკავშირებულია ამ ზონასთან. ანუ როდესაც ვამბობთ ინსტინქტს, ჩვენ ვამბობთ ინფორმაციულ საწყისს, ანუ მუშაობთ ინფორმაციასთან, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ინფორმაციულ კოორდინატებს ვარღვევთ და ამის მიხედვით ვიწყებთ მუშაობას ამ ინფორმაციულ საწყისებთან. ეს არის პირველი აგრესიის ინსტინქტი, ეგრეთ წოდებული გნევა თვითგადარჩენის, მეორე ეს არის სექსუალურობის ინსტინქტი და მესამე ეს არის ძალაუფლების ინსტინქტი. ნუ გამომდინარე იქიდან, რომ ინსტინქტს გააჩნია მისი ციკლი, ასე ვთქვათ, ამ ინფორმაციის დაკმაყოფილების, ამ ინტერესის დაკმაყოფილების ციკლი არის დაახლოებით 7 წლიანი, ამიტომ 20-21 წლის ასაკში ეს მოთხოვნილებები უკვე იწყებს დასრულებას, ანუ კმაყოფილდება ამ პერიოდამდე. რაც შეეხება მეოთხე, უკაცრავად, ეს დავწეროთ წითლით, რაც შეეხება მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მე-7 ინსტინქტებს, ესეც ჩვეულებრივი ინფორმაციული საწყისებია, ანუ ენერგიის საწყისები. ადამიანი 20-21 წლის შემდეგ იწყებს, ასე ვთქვათ, უკვე იმაზე ზრუნვას, რომ სიყვარული, შემეცნება, კრეატივი და რა თქმა უნდა რეალიზაციის თუ 20-21-მდე ეს კმაყოფილდება და მთავრდება ძალაუფლების ინსტინქტის დაკმაყოფილებით, რომ მე შენი ვარ, შენ ჩემი ხარ, გათხოვ და ცოლად მოიყვანა და ასე შემდეგ, ანუ პირობითად ვამბობ, ეს ბუნებრივი პროცესია ასეთი. ამის შემდეგ იწყება უკვე, ესე იგი, შემდგომი მოთხოვნილება უჩნდება ადამიანს, რომ ეს ინსტინქტების ბუნებრივად დაიკმაყოფილოს. ეს ზონა ყოველთვის არის ამის ტესტი. ავიღო თუ არ ავიღო. ანუ თუნდაც უკვე სხვა ასაკში, ანუ მარტო 21 წლის კი არა, ადამიანები ამ ზონით ხშირად რაღაცას ტესტავენ, ეს მაგრამ საქმე იმაშია, რომ 21 წლის შემდეგ ადამიანს აუცილებლად ჭირდება
აი ამის დარეგულირება, ამ რაციონალური ტვინის და რატო ახლა გადავიდეთ აქამდე. ეს არის რაციო პირობითად, რაციო დავარქვათ ამ ტვინს. ეს არის ანუ ისე მივდივართ იმ ინფორმაციის მიღება, გადამუშავება, შემდეგ სტრატეგია, გეგმა, რის რეალიზაცია გავაკეთოთ, როგორი მოქმედებებია საჭირო და ასე შემდეგ. ანუ იხსნის ეს არის თავის ტვინი არის ამხსნელი იმისი თუ შენ აქედან რა იმპულსები ეგზავნება, რა გჭირდება, როგორ უნდა დაიკმაყოფილო ესენი და ასე შემდეგ. ანუ თუ შენ აქ ავიღო და არ ავიღოზე გაქვს, ესე იგი ავიღო თუ არ ავიღო, ჩემია თუ არ არის, ჩემი იმაზე გაქვს ამ ეტაპზე და ინტერესი მისული. აქ უკვე, ხო? გავცე თუ არ გავცე. გავცე თუ არ გავცე. ეს ზონა პასუხობს აი ამ შეკითხვას, გავცე თუ არ გავცე. ამიტომ ჭირდება შემოქმედებითობის განვითარება ადამიანს იმისათვის რომ უკვე რომ გადავა 30-35 წლის ასაკში, უკვე მან შეძლოს აი ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და კონვერტაცია. ყველა გადადის შემდგომ ეტაპებზე, ანუ ეს ინფორმაცია არის ჩვენში ყველაზე დიდი რაოდენობით რა, იმიტომ რომ დაბადებიდანვე ხდება ამ ინფორმაციის გაზრდა, შესაბამისად ინფორმაცია იზრდება ენერგიას, ამიტომ აი ეს აგრესიულობის, აგრესია, სექსუალურობა და ძალაუფლება, ანუ მე შენ გეკუთვნი, შენ მე მეკუთვნი, აი ეს მომენტი ადამიანში ყველაზე მეტი რაოდენობით არის ენერგია, ესე რომ დავარქვათ. თუმცა მაგალითად ნახე, აქ 200 მილიონია, ხო, აქ თქვათ მილიონია და აქ მილიარდობით არის ეს ნეირონები და არ ნიშნავს იმას, რომ აი ეს ზონა თუ კი აქ ცოტაა ნეირონი, ამაზე ან ამაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ აქ ხარისხია სხვანაირი, აქ ინფორმაციაა სხვაგვარი. ანუ თუ კი ეს მაგალითად არის ამხსნელი, ხო, რაციო, ანუ რაში მჭირდება ახლა ეს მე სიტყვაზე ვამბობ ადამიანს რაღაცის შეძენა სურს, მაგრამ რაციონალურადაც უნდა აიხსნას რისთვის ჭირდება ამ რაღაცის შეძენა, ხო? წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება თვითონ ის გარიგება, ხო? ანუ ნახე, გარდა იმისა, რომ აქ ხდება მიზნების დასახვა, სტრატეგიის დასახვა, გეგმის დასახვა, ანუ თუ კი რაიმე უნდა შეიქმნას, აქედან არ ხდება ამის გარეშე, ანუ განათავის ტვინის გარეშე, მოწესრიგებული თავის ტვინის გარეშე. იმიტომ უნდა იყოს ეს მოწესრიგებული, რომ ამას შვენივრად გისრულებს ეს. აი აქამდე რაც არის, ამ ხო გეუბნები ადამიანის 80% ცხოვრს რჩება აქ და გადადის ასაკი ემატება, მაგრამ განვითარების დონით მენტალურად რჩება აქ რა. ძალაუფლებაზე რჩება, რომ წდება გამოსახულებების აზროვნების უნარის განვითარება. ანუ აღარ ვითარდება უნარი იმისთვის, რომ შემდგომ აი ეს ინტერესებით შეიფუთოს განსაკუთრებით მე-5 და მე-6-ზე. სადაც არის შემეცნება და კრეატივი რა. ანუ ამ